შვიდობა ყველას, კურთხევა, მადლი წყალობა არ მოკლებოდე თითოეულ თქვენთაგანს, მოგესალმებით და სასიამოვნოა კვლავ თქვენთან შეხვედრა. მადლობა ღმერთს, რომ არის მოლოდინი და არის სიტყვა ღმერთისაგან და არის დრო საუკეთესო, როცა შეგვიძლია უფალთან გავატაროთ, მასთან ერთად მოზიარეობა გქონდეს, მისი სულით დავტკბეთ, მისგან მივიღოთ სიტყვაც, წინასწარმეტყველებაც, სულის ცხებულებად და ძალაც, განთავისუფლება, პატიება, ყველაფერი ის, რაც უფლისგან არის თითოეული ჩვენთაგანისთვის განკუთვნილი, კურნება, რაც მთავარია, იმიტომ რომ ჩვენ ჯამრთელი სხეულებით უნდა ვემსახურებოდეთ უფალს და რა თქმა უნდა უფალს ესურს, ამიტომ ამბობს რომ ჩემი ჭრილობები არის თქვენი კურნება, ჩემ ჭრილობებში თქვენ მიიღეთ განკურნება. მოგესალმებით ყველას, ხედავ შემომსვლელებს, ღმერთმა გაკურთხოთ, უпростоრად თქვენი ემოციები ჩანს და ჯერ შემომსვლელები მაინც და მაინც ისი არ ჩანან ეკრანზე, თუმცა რაოდენობაში ხედავთ, ღმერთმა გაკურთხოთ, უფლის მშვიდობა, სიხარული და მადლი არ მოკლებოდეთ, როგორც გავაკეთეთ განცხადება, დღეს გვაქვს საუკეთესო მოზიარეობა, საუკეთესო ერთობა, ლაივები. მადლობა უფალს, რომ ხელმისაწვდომია ჯერჯერობით და ერთი თვე მაინც რჩება ონლაინში, ასე რომ მე ვფიქრობ, კარგი იქნება თუ მოვასწრებთ ხოლმე ამ ერთ თვეში ყურებას რამდენჯერმე, გაზიარებას, იმ სულის შეგრძნებას, რაც ღმერთს მოაქვს ჩვენს მოზიარეობაში, ურთიერთობაში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი მეუბნება ხოლმე და ალბათ თქვენ, ვინც მეუბნებით, შეიძლება დღეს ლაივში ხართ და ისმენთ, რომ მიიღო განკურნება, მიიღო განთავისუფლება ლაივის დროს, ლოცვის დროს, შეიძლება ჩანაწერი ნახა, მაგრამ ღმერთი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოქმედებს თავისი ცოცხალი სულით და თავისი ცოცხალი ძალით. ამიტომ დღეს მადლობა უფალს აი ამ ერთობისთვის. მე მინდა გითხრა, რომ შენი ლოცვა, შენი შუამდგომლობა, თუნდაც შენი ეს მოზიარეობა, რაც ეხლა ერთად გვექნება იმ ადამიანებზე, რომლებსაც ღმერთი ჭირდება, მასზეც მოახდენს კარგ ზეგავლენას, კარგი თანდასწრება თუ შუამდგომლობა თუ შეწევნა სულისგან იქნება მასზეც და ასევე შენზეც, იმიტომ რომ ამ დროს, როცა სხვაზე შუამდგომლობა, ან საერთოდ ერზე ლოცულობ, საქართველოზე ლოცულობ, შენს ოჯახზე, რაიონზე თუ ქალაქზე თუ არ ვიცი, სანათლისაოზე, მეგობრებზე, როცა შენ ლოცულობ, შენ ხარ მებრძოლის პოზიციაში, ანუ შენ იბრძვი, მებრძოლი, იცოდეთ, ყოველთვის მოტივირებულია, ყოველთვის თავის მოწოდების სიმაღლეზეა, ყოველთვის გამარჯვების პოზიციაზეა და ძალიან ხშირად გამარჯვების ალამიც ყოველთვის ხელში უკავია ხოლმე. ღმერთმა გაკურთხოთ ძირფასებო, როგორც გითხარით, ლაივები რჩება მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვე. საერთოდ რაც კი რამე ლაივები იყო Facebook-ში, ყველაფერი წაიშალა, ყველაფერი გაქრა. ამიტომ არ იფიქროთ, რომ ჩვენ წავშალეთ, ანუ ყველაფერი აბსოლუტურად ალგორითმი ისე არის დალაგებული ბოლოს, რომ ყველაფერი აბსოლუტურად იშლება. ამიტომ ეს ერთი თვე გვაქვს, რომ ჩვენ კურთხევა მივიღოთ და მეც თვეში ერთხელ ვცდილობ, რომ ყოველთვის ჩავერთო და გაგიზიაროთ. მადლობა ღმერთს, რომ ამ ერთ თვეში მაინც რჩება ლაივები, თორე სხვა პლატფორმებზე საერთოდ არ რჩება, მაშინვე იშლება ხოლმე. მე ვცდილობ, რომ ვიდეო ან ლაივი გადმოვწერო ხოლმე და შემდეგ ისე ავტვირთო, რომ ადამიანებისთვის, ვისაც ეს უნდა, ხელმისაწვდომი იყოს. მე რომ მგონდა, რომ ყველაფერი წაიშლებოდა, გადმოვწერდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანებს გაზიარებული აქვს, ბევრჯერ ეძებენ, ბევრჯერ მეუბნებიან, ეს სად დევს, ეს სად არის, აი ამან კურთხევა მოიტანა, გამოცხადება მოიტანა ჩემს ცხოვრებაში, როცა უსმენდი და აღარ არის ეს ლაივები, იცოდეთ რომ ყველაფერი იცი თქვენ, ისე ბიდის, მაინც გინდა არ გინდა, ქვეყნიერება ღმერთის სიტყვას შეეწინააღმდეგება, მაგრამ ვინც ღმერთის მოიმედენი არიან, რას ამბობს სახარება, რას ამბობს ძველი აღთქმა, რას ამბობს ღმერთის სიტყვა, ძალებს განიახლებენო. ჩემიერიო იმ გაჭირების დროსაც და იმ ღრუბლების დროსაც, როცა ეს ღრუბელი მოვა და წინააღმდეგობა მოვა, ძალას მოიკრებსო და იმოქმედებსო. ამიტომ დღეს ვხედავთ ჩვენ აი ამ მოქმედ ადამიანებს და ვინც თვალყურს ადევნებს და ვისაც უნდა რომ
მართლა სულიერ თუნდაც გამოღვიძებაში იყოს თვითონ და სულიერად რა ხდება მთელ მსოფლიოში თვალყურს ადევნებს, ალბათ იცის, რომ დღეს მთელი საქრისტიანო, მთელი მსოფლიოსი მოქვს მხედველობაში, თორე საქართველოში რაც ხდება კი ვიცით და რა სიტუაციაც გვაქვს სულიერად ეს კი ვიცით, მაგრამ მთელს მსოფლიოში დარაზმულები არიან, კონტინენტები აქვთ აღებული სხვადასხვა ადგილებზე, სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ერებში მიდიან და უქადაგებენ ღმერთის სიტყვას მუსლიმანურ ქვეყნებში, ბუდისტურ ქვეყნებში, აფრიკაში, იქით აზიის მხარეს, ჩინეთში ძალიან დიდი გამოღვიძება, ძალიან დიდი ნიშნები და სასწაულები ხდება ამ ბოლო დროს, ძალიან დიდი ნიშნები და სასწაულები არის მთელ ზედამიწაზე, მაგრამ ასეთი ადამიანები, სადაც როგორც გითხარი მთელ მსოფლიოში არიან, ჩვენი ნაწილი არიან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება საქართველოში ვართ, მაგრამ ჩვენი გული არის იმ ძლიერებთან, როგორც დავითი ამბობს, მთელს დედამიწაზე, სადაც ძლიერები არიან, ჩემი ყველა სურვილიო მათთან არისო, კითხვა ისმის, დავით, ვინღა არის შენზე ძლიერი, მეფეც ხარ, წინასწარმეტყველიც ხარ, ღმერთის რჩეული კაციც ხარ, ღმერთის ერის მართველი ხარ, შენ გაქვს შთამომავლობა, კურთხეული, იესო ქრისტეც კი შენგან უნდა დაიბადოს, ვიღა არის შენზე ძლიერი, მაგრამ დავითი აცნობიერებს, რომ ღმერთს ყავს ადამიანები, ყავს სადღაც, არიან ადამიანები, რომლებიც კურთხეულები არიან, ძლიერები არიან, კეთილსინდისიერად ცხოვრობენ და ყველა მათთან, აი ამათთან არის ჩემი სურვილები, ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, როგორც წეგანო ამბობდი, მთელს დედამიწაზე, სადაც ღმერთის სულის სიტყვა იქადაგება, სადაც ღმერთს იცნობენ, სადაც ღმერთს აძლევენ ადგილს, სადაც ღმერთის სული მოქმედებს, ჩვენი ყველა სურვილი იქ არის. რატომ? იმიტომ რომ გვიხარია ჩვენ ადამიანების გადარჩენა ერთი მონანიებული ადამიანისგან, ერთი მონანიებული, ერთი გადადგმული ნაბიჯი, ერთი მიძღვნილი ცხოვრება ზეცას ახარებს, ასე ამბობს უფალი. ერთი მონანიებული სულის გამო ხარობენ ზეცა და ანგელოზები. თუ ერთი ადამიანის გამო ზეცა და ანგელოზები ხარობენ, მაშინ ჩვენც უნდა ვხარობდეთ და მადლობა ღმერთს. ზოგადად ჩვენ როგორც ვართ მოწოდებულები, კი ბატონო, გვაქვს საქართველოში ძალიან ასე რომ ვთქვათ, აქტიური მოძრაობა, აქტიური მოქმედება მაქსიმალურად იმ ადამიანებთან, ვინც ჩვენთან არიან, ვისთანაც გვაქვს მოზიარეობა, ვინც ჩვენთან მოდის თუნდაც, ვისთანაც ჩვენ ჩავდივართ, მაქსიმალურად ვცდილობთ, იცით თქვენ თბილისშიც გვაქვს მსახურებები ყოველ კვირას და არა მარტო ყოველ კვირას, არამედ ინტერნეტს ძალიან აქტიურად ვიყენებთ და ჯგუფებს, ონლაინ ჯგუფებს, ლოცვის ჯგუფებს, სწავლებით მსახურებებს ძალიან ხშირად ვიყენებთ ყოველ კვირაში, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ შეიძლება ვიყენებდეთ, შეიძლება ზოგჯერ ყოველ დღეც ერთვებოდნენ ადამიანები, ამიტომ დღეს არის ძალიან ცოტა დარჩენილი და ჩვენ გვინდა რომ სიტყვა ღმერთისა განთავისუფლდეს, გავრცელდეს და ადამიანების ცხოვრებაში მოიტანოს ცვლილება. იცით, ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ ღმერთის სიტყვის მოსმენა, მაგრამ უფალი ამბობს, თქვენ მეუბნებით უფალო, მაგრამ არასრულებთ იმას, რასაც მეგეუნებით. მოსმენა ძალიან სიამოვნებთ ადამიანებს, მაგრამ თვითონ პრაქტიკაში თუ არ გაატარე და თუ არ შეხვედი აი ამ სიცოცხლეში, მაშინ შენ ცხოვრებაში შეიძლება არ მოიტანოს შედეგი. გახსოვთ ამასინათ ვამბობდი ერთ მსახურებაზე, ეკლესიაში ვამბობდი, რომ ადამიანები, რომლებიც ვერ შევიდნენ ცათა სასუფეველში, ისინი აკაკუნებენ კარებს და ამბობენ გაგვიღე, უფალიონია მე თქვენ არ გიცნობთ, შეერ ვიყავი არ მაჭამეა, არ დამაპურეთ, არ მომაქციეთ ყურადღება, არ შემოსეთ, საპატიმროში არ მოხვედით, არ აკეთებდით თქვენ იმ საქმეებს, რაც უნდა გეტკეთებინათ, თქვენ მე არ გიცნობთ, მაგრამ ეს ადამიანები ისეთები იყვნენ, პრეტენზია ჰქონდათ, რომ ჩვენ გაგვიღეთ, ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი ადგილი მად არის, მაგრამ უფალეონება არ არის მასე. ესენი უცხოები არ იყვნენ ძვირფასებო. ეს ადამიანები, რომლებიც კარებზე აკაკუნებდნენ, არ იყვნენ უცხოები, არც ქრისტიანობისგან შორს არ იყვნენ. მათ ესმოდათ, ქადაგებები ესმოდათ, ინტერნეტში ესმოდათ, ეკლესიაში ესმოდათ, სხვადასხვა ადგილებზე, ტელევიზიით ესმოდათ მათ ქადაგებები. შეიძლება ლაივებშიც იყვნენ ჩართულები აქტიურად, შეიძლება ეკლესიებშიც კი დადიოდნენ და აქტიურად რაღაცებს
თითქოს აკეთებდნენ, მაგრამ მათი საქმეები ვერ დაინახა ღმერთმა, რომ სრულყოფილი ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთ ეკლესიაში 7-თაგანს ეუბნება, რომ ვერ ვნახე შენი საქმეები, რომ სრულყოფილი იყო ჩემი ღვთის წინაშე. თუმცა შენ გაქვს საქმეები. თუმცა გაქვს საქმეები, მაგრამ სრულყოფილი საქმეები ვერ ვნახე, რომ ღვთის წინაშე ყოფილიყო. ამიტომ ნახეთ, ადამიანები, რომლებიც ნამჯარს, ხეშს, თივას აშენებენ, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ცეცხლი გამოცდისო, თითოეული ჩვენთაგანის საქმესო, მაგრამ რომელიც ხისგან, ნამჯისგან, თივისგან შენდება, ის ცეცხლი, რომელიც ქრისტეს სამსჯავროზე იქნება და რა თქმა უნდა ის ნაშენები ჩვენი საქმეებია, ყველაფერი დაიწვება, იმიტომ რომ ცეცხლი, თივა, ნამჯა ვერ უძლებს ცეცხლს, მაგრამ არის საშენი მასალა, რომელიც არის ღმერთის სიტყვაზე დაფუძნებული და რომელიც უძლებს ცეცხლს და ეს არის ოქრო, ვერცხლი და პატიოსანი ქვა. აი ეს შენებლობა გაძლებს, შენი გულით გაკეთებული, მთელი არსებით გაკეთებული, არა პირფერობით, არა ისე რომ ვიღაცა შენ ედიდებინე, არა ისე რომ შენი თავი გამოჩენილიყო, არამედ ღმერთი განდიდებულიყო იმ თავდაფარულში, იმ თამდაბლობაში, იმ სიყვარულში, რასაც ღმერთის სული სახარებაში დევს და თითოეულ ჩვენ ადამიანს თითოეულ ჩვენთაგანში ჩადო ეს, რომ თავმდაბალი და საყვარელი იყო, არა ისე ხელოვნურად თავმდაბალი, არამედ იყავი ყოველთვის სულით ავსებული, სულით მავალი და თავმდაბლობას თვითონვე გმოსავს ღმერთი, არა ხელოვნურად, მე ხელოვნურად თავმდაბალი ადამიანებიც ბჭყალებში მინახია და როცდილობენ თავმდაბლობას, ასეთებიც მინახია, რომ ეს არ გამოდის, არ გასტანს დიდხანს, იმიტომ რომ რაც უნდა, როგორც უნდა მოირგო, ითამაშო, მაინც ბოლომდე ის არ ხარ, იმიტომ რომ ნიღაბი, ბუნებრივი სახე არასოდეს არ გახდება და არ წალის. ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს თავმდაბლობას და სიყვარულს, არა ისეთ თავმდაბლობას, რომ ადამიანები მიმიკებს იცვლიან, სახეს იცვლიან, ლაპარაკსაც კი იცვლიან, მოქმედებას, ეს ხელოვნური არის. იყავი თავისუფალი, თავისუფლებისთვის გვიწოდეს უფალი, მაგრამ იყავი აი ამ სულში ავსებული და ყოველთვის გექნება შენი თავის განდიდება, არასოდეს არ გენდომება და ყოველთვის რასაც გააკეთებ, ის შეფასდება, ქვა, პატიოსანი, ვერცხლი და ოქრო, რომელიც მოწონს უფალს. ამიტომ ღმერთმა გვაკურთხოს, ვიფასებო, ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე, რა არის ჩვენი ქადაგებების მიზანი? მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოისმინოს თითოეულ ადამიანმა, თუნდაც ახალმა შემოსულმა, თუნდაც ვისაც ეს ვიდეო შეხვდება. რა არის ჩვენი მსახურების მიზანი? სახარების მიზანი რა არის? რომ ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს, მათ კონდეთ საუკუნო სიცოცხლე. რომელ საუკუნო სიცოცხლეზეა ძვირფასებო საუბარი? ამ სხეულიდან ყველა ადამიანი დატოვებს და გამოვა. სული ამ სხეულიდან აუცილებლად ერთ დროს გამოვა. და სად მიდის სული? აქ არის მთელი არსი, აქ არის ყველაფერი მოქცეული, იმიტომ რომ ადამიანები როცა ცოცხლობენ და ხორცში არიან, უმეტესად ხორციელად ფიქრობენ, ხორციელად დადიან, ხორციელად უნდათ ღმერთი, ხორციელად უნდათ დაკმაყოფილება, ხორციელად უნდათ კეთილდღეობა, აქ უნდათ კარგად იყვნენ, ოღონდ კომფორტში იყვნენ, შეძლებულად, ასე ის ოღონდ მის თავს ზემოთ იტრიალოს მზემ, თვარემ, ორბიტამ, დედამიწამ, ღმერთმა ყველაფერი მის თავს გარშემო, მის თავს ზემოთ ხდებოდეს, ოღონდ ის იყოს სელენის მთლიანად ცენტრი. ხვდები, ადამიანის ბუნება გინდა თუ არა ასეთია, იმიტომ რომ ხორცი მიდრეკილი არის ცოდვისკენ. მაგრამ როცა სხეულს ტოვებს ადამიანი, ხორციელი ადამიანი, ვინც ხორციელად ცხოვრობდა, ასე წერია, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აქცდებათ. ამ სიკვდილზე არ არის საუბარი, რომელსაც ყველაგან ვიცით და დავტოვებთ ამ სხეულს. სიკვდილი სახარებაში, როცა სიკვდილი წერია და მოიაზრება, ეს არის ჯოჯოხეთი და შემდეგ ცეცხლის ტბა. ანუ ადამიანის მარადიული სატანჯველი, სადაც ჯერ ადამიანის სული მიდის, ხოლო შემდეგ გასამართლების დროს აღმდგარი ადამიანი ვარდება ჯოჯოხეთიდან შემდეგ ცეცხლში, ხო? ჩვენ ხედავთ რომ ცეცხლის ტბა როგორია, რანაირია, როგორ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა. აი ეს შეიძლება ჩვენს გონებას ცდება, მაგრამ იქ რომ კარგი არაფერი არ არის, ეს არის ფაქტი. ამიტომ დღეს თუ ჩვენ ქადაგებთ,
თუ რამეს აკეთებს მთელს დედამიწაზე საქრისტიანო ნიშნულობა არ აქვს რომელი ეკლესია იქნება. ფუძე თავარი არის ის რომ ადამიანები ბნელეთიდან გადაიყვანოს სინათლეში, როგორც პავლე მოციქულს, როცა გამოეცხადა უფალი იესო ქრისტე, პირდაპირ უთხრა, შენ უნდა გადაიყვანო ადამიანები სიბნელიდან, სინათლეში. ალელუია. მოდი, ეს ადგილი მინდა რომ წავიკითხო. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია და მინდა რომ თქვენთან ერთად წავიკითხო. ეს არის საქმეების წერილი. ძალიან სამწუხარო არის რომ ქადაგებები რაც ლაივში ქონა ჩაწერილი აღარ არის, იმიტომ რომ რაღაც საკითხებზე ჩვენ გვაქვს ამაზე ნასაუბრები, მაგრამ ეგ არაფერი, მადლობა უფალს. ნახეთ, როცა პავლე მოციქული დამასკოში მიდიოდა ქრისტიანული ეკლესიის დასარბევად, მაშინ ტაძრები არ იყო. ტაძრების შემდეგ დაახლოებით მე-3 საუკუნეში მოდის. ტაძრები და სამლოცველო სახლები ქრისტიანებს არ ქონდათ, იკრიბებოდნენ. კარგ შემთხვევაში შეიძლება სინაგოგას მიეცა უფლება, თუ სინაგოგა არ აძლევდა უფლებას, ჩვენ ვიცით რომ იკრიბებოდნენ სახლები. ანუ მიდის ასეთი ქრისტიანების დასარბევად, რომ ეს ადამიანები წამოიყვანოს იერუსალიმში და დასაჯოს, იმიტომ რომ მღვდელ მთავრებისგან ძალაუფლება აქვს მიცემული და აქვს წერილები დამასკოს ეკლესიებისთვის, სინაგოგებისთვის. ეხლა ნახეთ რა ხდება, გზაზე ეცხადება უფალი იესო ქრისტე. და როცა აგრიპა მეფის წინაშე იდგა და ამოწმებდა, ასეთ სიტყვას ამბობს. ესე იგი, შუადღისას მეფე გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, უბრწყინვალესი ნათელი მზისა, მზეზე ბრწყინვალე ნათელი ვიხილეო, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს. თანამგზავრებიც ყოლია პავლეს, რომ ხალხი ქრისტიანები დაეჭირა და წაიყვანა იერუსალიმში გასასამართლებლად და ასე წერია, რომ მათ დახოცვაზე ხელწერილს ვიძლეოდი, უფლებას ვიძლეოდიო ქრისტიანების დახოცვაზე. წარმოიდგინეთ. შუადღისას მეფეო, გზაზე ვიხილე ნათელი ციდან უბრწყინვალესი ნათელი მზისა, რომელიც მოგეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს. და ნახეთ რა ხდება. ყველანი მიწაზე დავემხეთ. სხვადასხვა თარგმანები ამბობს დავეცით, სხვა თარგმანი ამბობს რომ გადმოვარდნენ თუ დაეცნენ თუ წაიქცნენ. ყველანი მიწაზე დავეცით და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულად მეუბნებოდა, საულ, რად მდევნი მე, გაგიჭირდება დეზის ციხლა. წარმოიდგინეთ იესო ქრისტე ეუბნება საულეს, რატომ მდევნი მე? ლოგიკურია კითხვა, შენ არ გდევნი უფალო, ქრისტიანები, რომლებიც იუდაიზმს, ფარისეულობას ეწინააღმდეგებიან, მე ეს ხალხი უნდა გავდენო, ესენი მავნეები არიან, ესენი სექტანტები არიან, ესენი უწმიდურები არიან, ესენი უმართლოები არიან, მტრები არიან, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ტაძრის, ჩვენი მსახურები, ჩვენი მოძღვრების, ეს ხალხი, მაგრამ ესეონება მე მდევნი. იესოს აქვს ეს ბუნება, რომ ყველა ადამიანი, რომელიც მას აღიარებს, დაიცვას და მასზე იზრუნოს. ყველა ადამიანი თვითონ არის დამცველი უფალი იესო, თუ ადამიანი გულწრფელად მიყვება მას. ის მომენტიც გავიხსენოთ, როცა მოწაფეებმა ნახეს კაცი, რომელსაც არ იცნობდნენ და ეშმაკებს დევნი და იესო ქრისტეს სახელით. რა მოხდა მაშინ? აუკრძალეს. ჯერ უთხრეთ ჩვენთან ერთად წამოდი, მაგრამ უთხრა რომ მე თქვენთან ერთად არ წამოვალ. მე არ წამოვალ თქვენთან ერთად. და ამის შემდეგ აუკრძალეს, მაშინ გიკრძალავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ლაპარაკს. მსახურება აუკრძალეს. მაგრამ ამ კაცმა საერთოდ ყურადღება არც მიაქცია და წავიდა, გააგრძელა თავისი საქმე. ისევ განდევნა, ისევ განკურნება. წარმოიდგინეთ, და ეს ის პერიოდი არ დაგვაუწყეს, როცა თვითონ მოციქულებმა ვერ განდევნეს ეშმაკი. დევნიდნენ მანამდე, მაგრამ როცა მთვარეული შეხვდათ, ამის წინ არის ისტორიები, ვერ განდევნეს და დაინახეს, თვითონ რაც ვერ გააკეთეს, ვიღაც აკეთებს. და მაშინ წამოდი ჩვენთან ერთად გააკეთე, ჩვენც რო გამოვჩდეთ, ჩვენთან ერთად იხავი, რასაც შენ გააკეთებ, გვერდზე გედგებით ჩვენ, მაგრამ ეს კაცი არ მიყვება მას. მიდიან იესოსთან და რომ ჩვენ ნახეთ კაცი, აუკრძალეთ. მაგრამ იესონება რატო უკრძალავთ? ძალიან კარგად არის განმარტებული. ეს არის სიღრმისეული სიტყვები, ძვირფასებო. იესო ეუბნება, ვინც ჩემი სახელით
სასწაულებს ახდენს. ყურადღებით მომისმენთ, ხას უსვამ. ვინც ჩემი სახელით, ამბობს უფალი იესო, სასწაულებს ახდენს, ასე იოლად არ ძალუც ჩემი სახელის გმობა. მოციქულებს ეუბნება, ასე იოლად. თქვენ მართალია მოციქულები ხართ და მართალია შემდეგ დაგადგენთ ეკლესიების ხელმძღვანელებად, მაგრამ თქვენი სიტყვის გამოც კი, თქვენი წოდების და თქვენი ტიტულის გამოც კი, ვინც მსხვერპლი გაიღო ისეთი, რომ მისი ხელიდან სასწაულები ხდება, ის მე მიცნობს და ის მე არ დამთმობს. ის მტკიცი არის, მან იცის ასაც აკეთებს, მან იცის ვისგან მიიღო და ის მიყვება ამ გზას და შემდეგ ეუბნება, ნუ უშლით, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენ არის. მას უხარია თქვენი კარგიც. თუ თქვენს წინააღმდეგ არ არის ადამიანი, იცოდე ის შენსკენ არის, იმიტომ რომ მას უხარია ასეთ შინაგეთებ და მის გულში არის ღმერთი და ვინც უფალი იესო ქრისტე აღიარა, ან უფლისგან მიიღო ნიშნები, სასწაულები თუ განკურნება თუ განდევნა ეშმაკების ხო, ის არ დათმობს უფალს და ადამიანის სიტყვაზე არ გაცვლის. ამიტომ ამოს უფალი ერთ ადგილას შეიძლება მაგასაც დაუბრუნდეთ, გასაყოფად მოვედიო. ოჯახშიც კი გაიყოფიან ადამიანები. ეხლა ის მარტო ჩვეულებრივ ოჯახს არ ეხება, ხო? შესაძლებელი არის სახურება იყოს, შესაძლებელია ეკლესია. როცა ის არ არის, ის თანხმობა არ არის, რაც უნდა იყოს მათში, ის მოძღვრება არ არის, შესაძლებელია რაღაცა გაყოფის მომენტი მოხდეს იქ, იმიტომ რომ არ მოხდება გაყოფა არც ოჯახში, არც არსად, თუ ერთ აზროვნებაში იქნებიან ადამიანები და ერთ აზროვნებისთვის პავლე მოციქულის საუკეთესო სწავლებას და დარიგებას გვაძლევს. სხვადასხვანაირია ნიჭი ძვირფასებო. სხვადასხვანაირია ნიჭი. სული იგივეა, მსახურებანი სხვადასხვანაირია, უფალი იგივეა, სხვადასხვანაირია მოქმედება, მაგრამ ღმერთი იგივეა. იგივეა, ნუ ყურებ, ჩემნაირი მოქმედება უნდა იყოს შენთან, შენნაირი უნდა იყოს ჩემთან. იყავით მშვიდობის საკვირელით შეკრულები და იცოდეთ, რომ ყველა ნიჭი, რაც კი ღმერთმა მისცა ადამიანებს და ეკლესიას, ყველა ნიჭი არის ეკლესიის ასაშენებლად და ყველა ნიჭი თავის საქმეს აკეთებს. ყველაფერს თავის დანიშნულება. წინასწარმეტყველება თავის საქმეს აკეთებს. განკურნება თავის საქმეს აკეთებს. სასწაულები თავის საქმეს აკეთებს. ეშმაკების განდევნა თავის საქმეს აკეთებს. ძვირფასებო, ცოდნის სიტყვა, სიბრძნის სიტყვა, ყველაფერი თავის საქმეს აკეთებს და ყველაფერი ჭირდება ეკლესიას. და რატომ გავაგრძელეთ ასე საუბარი? პავლე მოციქული, ჯერ არ არის მოციქული და დევნის ეკლესიას, მაგრამ უფალი ვინც აღიარა, თვითონ უფალია მათი დამცველი, გზაზე გამოეცხადა და შეაჩერა, შენ არ ძალგიც. წვეტის წინააღმდეგ დარტყმა გაგიჭირდება, წვეტიან შუბს მოქნეულ ფეხს ვერ დაარტყავ, იმიტომ რომ როგორც კი დაარტყავ, მაშინვე შენ დაზიანდები. ამას ეუბნება უფალი იესო ქრისტე. მადლობა უფალს ამ ყველაფრის. მოდი გავაგრძელოთ ძვირფასებო. ნახეთ, ყველანი მიწაზე დავემხედა მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა, საულ, საულ, რად მდევნი მე, გაგიჭირდება დეზის წიხლა. მე უთხარი, ვინ ხარ შენ უფალო? ხოლო მან მითხრა, მე ვარ იესო, რომელსაც შენს დევნი. მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისთვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენო მსახურად და იმის მოწამეთ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებთ. ყველაზე კარგად აი აქ არის აღნიშნული, ძვირფასებო. აი ამ ადგილას, აი ამ თავში არის აღნიშნული იესო ქრისტეს გამოცხადება, რატომ იყო პავლე მოციქულის ცხოვრებაში. ძალიან ნათლად უხსნის აი ამ ადგილას. ნახეთ, მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე. უხეს მაგარი სიტყვებია. წამოდექი. როგორ უთხრა იობსაც, დადექი ფეხზე, წელზე შემოიტყის კამარი და ისე მესაუბრე. უყვარს უფალსოცა ადამიანები დგანან ფეხზე და უფლის წინაშე არიან მართლა. ყურით, გულით, სულით, ყურადღებით რას ეტყვის უფალი. წამოდექი და დადექი ფეხზე. წამოდგა, დადგა ფეხზე და ნახეთ რას ეუბნება.
ვინაიდან იმისთვის გამოგეცხადე რომ დაგაყენო მსახურად მე შენ მსახურად უნდა გაქციო და იმის მოწმეთ შენ უნდა იყო იმის მოწმე რაც აქ იხილე ჩემი გამოცხადება შენს მიმართ რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ და რასაც ამის შემდეგ გამოგიცხადებ ეს არის საუკეთესო მაგალითი იმის რომ გინდა უფლის მსახურება გინდა გადასვლა სულიერ ისეთ სიღრმეებში და ისეთ ძალებთან, ისეთ გამოცხადებებთან, ისეთ სულით მართლობასთან, როგორც მოციქულებმა განიცადეს, შენ გჭირდება შეხვედრა უფალი იესო ქრისტესთან. ეს არის გარდაუვალი. შენ უნდა ცნობდე მას. შენ უნდა იყო შეხვედრილი მას, შენ უნდა გესმოდეს მისი ხმა. და რასაც ამის შემდეგ გამოგიცხადე და ნახეთ რა შეუნება რა მნიშვნელოვანი არის რათა გიხსნა ამ ხალხისაგან და წარმართთაგან რომელთანაც ახლა მიგავლენ რა ჭირდა პავლე მოციქულს ხალხისგან სახსნელი პავლე მოციქულს ზურგს უმაგრებდა პოლიტიკური მხარეც რელიგიური მხარეც ადამიანური ფარის ყველაფერი უმაგრებდა ზურგს რა ჭირდა სახსნელი მაგრამ უფალთან გამოცხადება უფლის გამოცხადება უფალთან შეხვედრა გაგიჩენს უამრავ მტერს იმიტომ რომ მათნაირი აღარ იქნები უამრავი ხორციელი ადამიანი უამრავი ოჯახის წევრი ეკლესიის წევრი ადამიანები რომლებიც შენი დები და ძმები არიან შენი ნათესავები არიან შენი უახლოესი მეგობრები იყვნენ აღსდგებიან შენს წინააღმდეგ იცი რატო სხვანაირად მოქმედებ სხვანაირად საუბრობ სხვანაირი ხდები და პავლე მოციქულს ეუბნება ამის შემდეგ მე შენ ხალხისგან გიხსნი წარმართთაგან გიხსნი ყველასგან გიხსნი ვისთანაც მიგავლენ და ნახეთ ეს ხალხი ვისგანაც უნდა იხსნას სად არიან ეს ხალხი მოქცეულები წარმოიდგინეთ ნახეთ სად ეუბნება პავლე მოციქულს იესო ქრისტე ვინები არიან ეს ხალხი სად არიან რათა გიხსნა ამ ხალხისაგან და წარმართთაგან რომელთანაც ახლა მიგავლეთ და ნახეთ რა ავალია პავლე მოციქულს მათი თვალების ასახელად როგორ ადამიანები რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ ბრმები არიან ჩვენ ვერ ხედავთ რომ ისინი ფიზიკურად ბრმები იყვნენ მაგრამ იესო ამბობს ვინც მე არ მიცნობს ჩემ გზას არ მიყვება ბრმა არის და ბრმას თუ ბრმა ეყოლება წინამძღვრად ორივე ჩავარდებიან ორმოში ხვდებით ამიტომ მნიშვნელოვანია შენ გააყვე უფალი იესო ქრისტეს ნახეთ მათი თვალების ასახელად და წყოდიადიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად ხალხო რა ძვირფასი სიტყვებია და რა სიღრმისეული წარმოიდგინეთ სად არის სატანის ხელმწიფება გეკითხებით თქვენ სად გინახავთ მისი ტახტი სად გინახავთ რომ აღმართულია სატანი სად გინახავთ მისი ნაზირვეზირები და მისი დამქაშები სად გინახავთ რეალურად ფიზიკურად მაგრამ იესო ამბობს თელს დედამიწას ის მართავს თელს დედამიწას მართავს იშმაკი წარმოიდგინეთ სულები მართავენ მთლიანად და ადამიანების გონებაში მოსული ფიქრები და აზრები ყველაფერი მისი რომ არ არის ხანდახან ადამიანება არიციან ის ბოროტი ფიქრები ის ბოროტი აზრები ის ბოროტი საცდური ის გულის თქმა ის მავნეჩოები რომელიც შენს ფიქრებში მოდის და შემდეგ გიმონებს იმიტომ რომ ამას უსმენ შენ და ამას ღებულობ ეს ყველაფერი შენგან არ არის ეს ყველაფერი შეიძლება იყოს არაწმინდა სულებისგან რომლებიც როგორც იესომ თქვა სატანის ხელმწიფება სატანის ხელმწიფების ქვეშ არიან ამიტომ თვალების ახლა ჭირდება ადამიანს სულიერად ამას ვამბობ ძვირფასებო დღეს ჩვენ ვქადაგებთ დღეს ჩვენ რაც შეგვიძლია მაქსიმალურს ვაკეთებთ მსახურებები იქნება სხვადასხვა კონფერენციები იქნება სტუმრები იქნება ვიდეოები იქნება ეკლესიური მსახურებები იქნება რაიონებში ჩასვლა იქნება ჩარტები იქნება ეს ლაივები იქნება ყველაფერი იქით არის მიმართული რომ თვალები აეღილოს თითოეულ ჩვენთაგანს და სატანის ხელმწიფებაში არ ვიყოთ და გადავდგათ უფლისკენ ნაბიჯები ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანი იყოს
გამარჯვებულ პოზიციაში. ხედავთ პავლეს ამ შემთხვევაში, რომელმაც ზეპირათი ცოდა ბევრი წიგნი ალბათ, ბევრი ფსალმუნი ალბათ, რჯულიც კი უმციკლო ვიყავიო ამბობს. მან ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, რაც ძველ აღთქმაში იყო დაწერილი, მაგრამ ღმერთი ეუბნება, შენ სიბნელეში ხარ, ჯერ არ იცი და იმდენად ძლიერი იყო ღმერთის სულის გამოცხადება და იმდენად მნიშვნელოვანი, თქვენ იცით, ამის შემდეგ ჩვენ მივალთ იქამდე, პავლე მოციქული დააბრმავდა. 3 დღე ვეღარ ხედავდა, სანამ ხელი არ დაადის დალინოს, დააბრმავდა. აი ამ თვალებ დახუჭულში და სიბრმავეში უფრო კარგი გააზრების საშუალება ჰქონდა და შემდეგ უფალმა იესო ქრისტემ აუხილა მას თვალები. პირველი რაც დაინახა, ვინც დაინახა, ეს არის რომ იესო ქრისტეს სასწაული მოხდა და ღმერთმა აუხილა მას თვალები. და რათა გიხსნა ამ ხალხისაგან და წყვდიადიდან ნათლისაკენ. რათა გიხსნა ამ ხალხისაგან და წარმართაგან, რომლთანაც ახლა მიგავლენ, მათის თვალების ასახელად და წყვდიადიდან ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფეებისგან ღვთისაკენ მოსაქცევად. და შემდეგ ნახე რა მნიშვნელოვანი, რათა ჩემ და მი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი ჰქონდეთ განწმენდილებთან ერთად. და შემდეგ ეუბნება, ამიტომ მეფევ არ ვეურჩე ზეციურ ჩვენებას, რაც ღმერთმა მითხრა, იმის შემდეგ წმინდა სინდისით, კეთილი სინდისით ვემორჩილებოდი და ვემსახურებოდი ჩემს უფალს. იმდენად ძლიერი იყო პავლე მოციქულის სიტყვა, აგრიპას სიტყვები ალბათ ბევრს გახსენდებათ. აგრიპამ უთხრა, ცოტაც და რამის ქრისტიანი გავხდები მეც. და პავლე მოციქულის სიტყვები, მეტად თუ ნაკლებად მეფე აგრიპაო, მარტო შენ კი არა. აი აქ ვინც გვისმენს ახლა, წარმოიდგინეთ როგორი გაბედულება აქვს კაცს. პავლე მოციქული ეუბნება, აი აქ ვინც გვისმენს და პავლე მოციქული პატიმარია და მეფე და მეფის ახლობლები, მეგობრები, განგებლები უსმენენ პავლე მოციქულს და პავლე ეუბნება, შენ კი არა, ყველა ვინც აქ ხართ. ვინც აქ ხართ და ვინც ისმენთ, მეტად თუ ნაკლებად ღმერთს თხოვ რომ ჩემნაირები გახდნენ, ოღონდ ბორკილების გარეშე. თქვენ არ გედოთ ბორკილები, წარმოგიდგენ ეს რომ მოისმინეს ხალხმა, ის კი რა თქვა, რას კვადრებს ეს სასჯილ მიჩჯილი, რას კვად, იცი რა თქვენ ეს? ამ კაცის გაშვება შეიძლებოდა, ამ კაცის ციხეში დაჭერა როგორ შეიძლება, ამ კაცის აქ ყოფნა როგორ შეიძლება, ისეთი ძლიერი სიტყვა ჰქონდა მას, წარმოგიდგენიათ? აი ეს არის სიბრძნე, რომელიც ღმერთის სულისგან მოდის და პავლე მოციქული რატომ იყო ასეთი გაბედული? თავის სიცოცხლე არაფრად არ უღირდა და ამბობდა, ოღონდ კი აღვასრულო ჩემი მსახურება და მოწოდება არაფრად არ მიღის, ჩემი სიცოცხლე აბსოლუტურად არაფრად არ მიღის და ამბობდა, სასამართლოზე ამბობდა, მე სიკვდილს არ გაურბივარ. არ გაურბიო, არ გავექცევი სიკვდილს, გამასამართლე, თუნდაც კეისართან წამიყვანეთ, მაგრამ მე წმინდა სინდისით ვემორჩილები და ვემსახურები ღმერთს, რომელსაც თქვენ ღმერთსაც ეძახით, მაგრამ თქვენ არ მიყვებით, გულში ბოროტება გაქვთ, სისავსე გაქვთ, ბოროტების, ტყუილის და წინააღმდეგობის და ჩემი მოკლაც კი გინდათ და ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტე რა თქმა უნდა, აი ამ ბოროტებმა და აი ამ შურმა მოკლა, აი ამ ბოროტებამ და აი ამ შურმა. ამიტომ ძვირფასებო, ჩვენი სიტყვა და მიზანი არის ის, რომ ადამიანებამდე მივიდეს სიტყვა, რომ გადარჩნენ. მე მაგალითად აი ყოველი ლაივი ალბათ, აი ჩვენი თანამსახურები, ჩვენი ეკლესიის წევრები და ამეთანხმებიან, როცა ლაივისთვის გამოვყოფ ხოლმე დროს, ერთ-ერთი ჩართვა, რომელ ეკლესიასთანაც უნდა მქონოდა სიტყვაზე, შეიძლება ამას ემთხვეოთ, აი დღეს ერთ-ერთ ეკლესიაში უნდა ყოფილიყავი ჩართული. აი ესე, ლაივით, მაგრამ ყველა ის ეკლესიაც და ჩვენც ვიღებთ მსხვერპლს, რომ მოდი ძვირფასებო, მოდი ლაივი გავაკეთოთ და იმ ადამიანებმა, რომლებიც ელოდებიან და რომლებსაც ნუგეში ჭირდებათ, მათ მოისმინონ სიტყვა. თან მით უმეტეს 30 დღე დარჩება. ვიცით რომ მეტი არ რჩება, მაგრამ შეიძლება გადმოწერის უფლება მომცეს და შემდეგ ახლიდან ავტვირთო, როცა წაიშლება რომელიმე ადგილას. ამიტომ ძვირფასებო, დღეს მსხვერპლს ვიღებთ თითოეული ჩვენთაგანი. ჩვენ ამაში არავინ არაფერს არ გვაძლევს. ჩვენ ამაში არაფერს საზღაურს არ ვხებულობთ. ჩვენ გსურს ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში თუნდაც,
ჩვენ საქართველოში იყოს მშვიდობა, იყოს სიყვარული, იყოს ერთიანობა, იყოს ღვთისმოსაობა, იყოს ერთმანეთის პატივისცემა, არ იყოს ჩაგვრა, არ იყოს უმართლობა, არ იყოს ბოროტება, არ იყოს გაჭირვება, იყოს ჰარმონია, იყოს ერთმანეთის თანადგომა, იყოს ნამდვილად ის ქრისტიანობა, რამაც საქართველოს აქამდე მოიყვანა, თუნდაც იყოს ის ერთობა, იყოს ის გაგება, იყოს ის ერთი მიზანი, რომ ეშმაკისაგან დავიხსნათ, ეშმაკის ძალაუფლებისაგან დავიხსნათ ყველა ადამიანი, ვისაც კი აქვს სურვილი, რომ გადმოდგას ჩვენსკენ ნაბიჯები. ძვირფასებო, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც დღეს ხაზგასმით ყურადღებას ვამახვილებ, არის მონანიება, რომ ადამიანებმა თავისი ცხოვრება მიუძღვნან უფალს. იცი, ხანდახან ასეთი შედარებაც კი მიფიქრია და მომიყვანია. წარმოიდგინეთ, ძალიან ხშირად ალბათ თქვენც შეხვედრილი ხართ. ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი კვების კონსულტანტი საუბრობს ხოლმე კვებაზე, სწორ კვებაზე, ხო? ალბათ შეხვედრილი ხართ ყველა და საინტერესოა, ხო? ზოგს ვისაც აინტერესებს, ახლა სასიამოვნოდ მოусმეს, სასიამოვნოდ, რჩევას მიიღებს. ალბათ ყველა დამემოწმებით, რომ რასაც ისინი ლაპარაკობენ, ვინც გამოცდილები არიან და ვინც მართლა ისეთ კვებაზე საუბრობენ, რომელიც ადამიანის ორგანიზმს არ აზარალებს და არ აზიანებს, სწორედ ლაპარაკობენ და ნამდვილს ამბობენ და სიმართლეს ამბობენ. რაც უნდა ამოიღო, რაც არ არის მისაღები, რაც სასურველი არ არის, არიან ენდოკრინოლოგები, რომლებიც ამაზე ლაპარაკობენ, გამოცდილები, იცით თქვენ, კვებასთან დაკავშირებით, ხო? მაგრამ შენზე ზეგავლენას არ ახდენს თუ ზუსტად ისე არ აკეთებ, როგორც გეუბნება. ფაქტია. კილოგრამების დაკრება თუ გინდა და უსმე რომელიმე კონსულტანტს ან ენდოკრინოლოგს ან ვინმეს და ზუსტად ისე თუ არ აკეთებ, რეაგირება არა გაქვს. როგორი წონისაც იყავი, იგივე წონისა ხდები. კორექციებს არაფერი არ შველის. გესმით? და ისინი ამბობენ ზუსტად ასე და ასე გაქვთ. იგივე არის სახარება. მოსმენ აქვს სიამოვნებს, კარგი არის, იმიტომ რომ ეს სულის საზრდოა. თუ ის კვება, ხორცს კვებავს და ხორციც გვინდა რომ იყოს ფორმაში, ხო? ეს სულის საზრდოა, ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვა. თუ არ გააკეთებ ისე როგორც სიტყვა ამბობს, სულიერად რეაგირება არ არის და არც ფიზიკურში ვლინდება რეაგირება, არც ფიზიკურში ვლინდება კურთხევა. ამიტომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეულმა ადამიანმა მოვინანიოთ, მიუძღვნათ თავი და ვისწავლოთ, რას გვეუბნება უფალი იესო ქრისტე. აი ამ თავისუფლებაში კი არ ჩავიკეტოთ რელიგიურ ჩარჩოებში, კი არ ჩავიკეტოთ სადღაც, რომ აი არ ვიცი, ესე გავაკეთო ახლა ეს იცნობდე ღმერთს და ძალიან კარგად გეცოდინება ყველაფერი რა როგორ და გააკეთო, რადგან მისი სული და მისი მცნებები შენს გულში არის დაწერილი. უფლის სულისაგან, შენ სინდისში და სულიწმინდაში მისი მცნებები გულზე გაქვს დაწერილი. ძალიან კარგად იცი როგორ უნდა იცხოვრო. მადლობა უფალს. ძვირფასებო, მოდი აი ამ მონანიებასთან დაკავშირებით მინდა ორივე სიტყვა გითხრა. ეს ადგილი რაც ახლა უნდა წავიკითხო ლუკას სახარების მე-13 თავიდან, მანამდე მე-14 თავის ბოლოს ყურადღებას უფალი იესო ქრისტე ამახვილებს, როგორც წეგავ თქვი. ცეცხლის მოსატანად მოვედიო, გასაყოფად მოვედიო, ადამიანებიო, რომლებიც ჩემს ხმას გაიგებენ და გამომხვებიან, ეს ადამიანები გაიყოფიან. თვითონაც იესო ქრისტეს სახლიდან იყო წასული და ჩვენ ვიცით, რომ მისიანებსაც კი არ ჯეროდათ მისი. მისიანები ერთხანს შეიკრიბნენ და წავიდნენ შესაპყრობად, იმიტომ რომ ამბობდნენ იესო ქრისტეზე გაგიჟდაო. მისიანები, მისი ოჯახის წევრები, მისი ნათესავები წავიდნენ კაპერნაუმში იესო ქრისტეს შესაპყრობად. გახსოვთ ადგილი? შეიძლება ბევრმა თქვენთანგან მარიცით. იესო ქრისტეზე ამბობდნენ მისი ოჯახის წევრები გაგიჟდა. არ არის ნორმალური. შესაპყრობად წავიდნენ, რომ შეეპყროთ. ამ დროს ამბობს იესო ქრისტე, ვინ არის ჩემი და ძმა, დედა? ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და ასრულებს, როცა უთხრეს შენი დედა და ძმები არიანო, მოსულებიო,
ისინი არიან ჩემი დედაც, ძმებიც და დებიც, ვინ ჩემს სიტყვას ისმენენ და ასრულებენ. და ნახეთ, სანამ მეცამეტ თავს წავიკითხა 2 სიტყვით, ნახეთ. დედამიწაზე ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა რომ უკვე ენთოს. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები. ეს ის ცეცხლია ძვირფასებო, რომელიც სული წმინდის ცხებულებას, ძალას, გადმოღრას ახლავს და ჩვენ ხედავთ პირველი მოციქულების ავსება ცეცხლის გარეშე არ ყოფილა, ყველას სათითაოდ დაედგა თავზე გაყოფილი ცეცხლოვანი ენები და ეს იყო სული წმინდის ნათლობა და ცეცხლის გადმოსვლაზე წიდან ცეცხლის ნათლობა, სული წმინდის ნათლობა მოვიდა ერთად ახლა თან სული წმინდა და ცეცხლი ერთად არის ნახსენები, სული წმინდის ნათლობა და ცეცხლის ნათლობა ერთად მოვიდა ეს ნათლობა და ამ ცეცხლზე ამს როგორ მინდა რომ ეს ცეცხლი ენთოს და როცა ეს ცეცხლი დაენთება, ნახეთ რა მოხდებაო. გონიათ რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსაფენად მოვედი, არა, გეუბნები თქვენ, გასაყოფად მოვედი უფალი ამბობს. ვინაიდან ამიერიდან 5 გაიყოფიან ერთ სახში, 3 2-ის წინააღმდეგ და 2 3-ის წინააღმდეგ. წარმოიდგინე, თუ ადამიანებს არ გაუცხადა ღმერთის სულისგან, რომ ერთნი ვართ, შეიძლება შეხედულება რაღაც მომენტი სხვა ქონდეს, მაგრამ ყველანი ვართ ერთი ღმერთის შვილები, ყველანი ვართ ძვირფასები, გაყოფა მოხდება. ასთა სხვადასხვაობა, ასთა სხვადასხვაობაზე არ არის საუბარი. პავლე მოციქული ამბობს, რომ ასთა სხვადასხვაობა უნდა იყოს, ასთა სხვადასხვაობაც უნდა იყოს თქვენ შორის, რომ უკეთესი გამოჩნდესო. ეს იმას კი არ ნიშნავს და ბევრმა ადამიანმა ესე გაიგო, რომ ასთა სხვადასხვაობა უნდა იყოს ჩვენ შორის, მე ჩემი აზრი მაქვს, შენი აზრი. უკეთესი რომ გამოჩნდეს და იმას ჩაეჭიდოთ ყველა, იმიტომ რომ ამასთან სხვადასხვაობაში რაც უკეთესი და მართლა სასურველი იქნება, ამას უნდა ჩაეჭიდოთ. ხდები? ამიტომ ასთან სხვადასხვაობა არ უნდა იყოს, უნდა იყოს ერთიანობა, თუმცა შეიძლება როგორც პავლე მოციქული ამბობს, მსახურებანი განსხვავებული იყოს. მოქმედებანიც განსხვავებული იყოს. სულის მოქმედებანიც განსხვავებული, მაგრამ უფალი იგივე არის, მსახურება იგივეა, ყველაფერი ადიდებს და ემსახურება უფალს. შემდეგ მამა იქნება ძის წინააღმდეგ და ძე მამის წინააღმდეგ. დედა ასულის და ასული დედის წინააღმდეგ. გასაყოფად მოვედი, სული წმინდის ცხებულებისთვის მოვედი, ცეცხლისთვის მოვედი და აი ეს როცა მოვა, ცეცხლი როცა მოვა, გამოცხადება მოყვება ამას და ის გამოცხადება ამას რაც ღმერთის სულისგან დაიწერა, სრულად გაგიცხადებ და ღმერთმა თითოეულ ჩვენთანაც უმრავლოს გამოცხადება. ეხლა მინდა რომ მე-13 თავი დასაწყისი წავიკითხო ლუკას სახარების ძვირფასებო. ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია, შეიძლება ვინმე მიფიქროს, რა შუაშია ეს, მაგრამ მიხვდებით, რაზეც მე ვსაუბრობ. მონანიება როგორი ძვირფასია და როგორი მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ყველა ჩვენი ქადაგება, ყველა ჩვენი სწავლება, ყველა ჩვენი მომსახურება, თუნდაც ეკლესიური, თუნდაც საჯარო იქნება, ქველმოქმედება იქნება, თანადგომა იქნება, დახმარება იქნება, ყველაფერი ემსახურება ადამიანთა გადარჩენას, ადამიანთა გამტკიცებას, ადამიანთა უფალთან მოსვლას, ადამიანთა შემდეგ აღზრდას ქრისტეში, რომ ემსახურონ უფალ იესო ქრისტეს. და ნახეთ, მე-13 თავი. ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთნი და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ შეურია მათ მსხვერპლს. ხედავთ რა მოხდა. გალილეველები, რომლებიც ტაძარში იყვნენ ასულები იერუსალიმში და წაიღეს მსხვერპლის შესაწირავი, რომელიც მაშინ სისხლი არის მსხვერპლები იყო და დაკოლული იყო. ეხლა რა თქმა უნდა ეს გაუქმებული არის სისხლიანი მსხვერპლები იესო ქრისტეს სისხლის დაღურის შემდეგ, მაგრამ მაშინ ეს მოქმედებდა. პილატემ დაკლა ის ხალხიც და მათი მსხვერპლიც და ერთმანეთს შეურია მათი სისხლიო. ხვდებით? პილატე იყო სასტიკი ადამიანი, რომელიც მართავდა მაშინდელ იერუსალიმს რომის ძალაუფლებით. მართალია იესო ქრისტეს მიმართ უკვე სხვანაირად იყო განწყობილი, რადგან უკვე ძალიან ბევრი მინიშნება ჰქონდა იმისა, რომ გასცეს ბოროტებით და თავისი ცოლის სიზმარიც ძალიან კაფიოთ ესმოდა ყურში, მაგრამ პილატე იყო სასტიკი ადამიანი. ჩვენ ხედავთ, პილატემ სისხლი
მსხვერპლს შეურია იმ ადამიანებისა, რომლებიც თაყვანსაცემად ავიდნენ. მაგრამ ნახეთ იესო ლასამოს ხალხში იყო ასეთი მიმთქმა მოთქმა. ეს ადამიანები, რომლებიც დაისანჯნენ, ყველაზე ცოდვილები იყვნენ. ამას ლაპარაკობდა ხალხი. და ძალიან ხშირად თუ ადამიანს რაღაცა დაემართა, ხო? ან რაღაც მოვიდა, ყველა ყოველთვის იმას ამბობს, ის ცოდვილი არის, ის ცოდვილი არის. იგივე მდგომარეობა იყო, როცა ქალს მრუშობაზე წაასწრეს და ქოლავდნენ. მრუშობაზე წაასწრეს და ქოლავდნენ რჯულის თანახმად. მოდი კითხვა დავსვათ. მრუშობაზე ვისთანაც წაასწრეს, სად იყო ის კაცი? რჯული ხო ამბობდა, რომ ორივე ნივდა ჩაეკოლათ. მაშინ კაციც და მოიყვანათ და ქალიც, მაგრამ კაცი გაუშვეს. რადგან ქალი ჭირდებოდათ, რომ მსჯაური დაედოთ იესო ქრისტეს, მაგრამ იესო ქრისტე მათსავით არ ფიქრობდა. იესო უთხრა, ვინც თქვენ შორის ცოდვილია, ხო იშვერთ ხელს, რომ ცოდვილია, ვინც ახლა თქვენ შორის წმინდანი არის, უცოდველი არის. მოდიში, ცოდვილი თქვი წეღარ. ვინც უცოდველია, ვინც წმინდანია, მოდი პირველმა მან ესროლოს ქვა და ვერავინ ვერ ესროლა ქვა. ხდებით, უფალი იესო იცავს. თუ ადამიანები ინანიები, თუ ადამიანებია, ადამიანებში იესო ქრისტე აღვივებს სწორ შემეცნებას და აი ეს სიტყვები არის ზუსტად აქ ჩაწერილი. ნახეთ, როგორც გითხარით, ამ დროს მოვიდნენ ზოგიერთი და უამბეს მას გალილეველთა შესახებ, რომელთა სისხლიც პილატემ შეურია მათ მსხვერპლს. იესომ მიუგო და უთხრა მათ, თქვენ გგონიათ, რომ ეს გალილეველები უფრო სხვაგვარი გალილეველებზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, ასე რომ დაიტანჯნენ? არა, გეუბნებით თქვენ, თუ არ მოინანიებთ ყველა მათსავით დაიღუპებით. იესო ქრისტე ამახვილებს ყურადღებას, თუ არ მოინანიებთ. ოღონდ მონანიებული ადამიანი ისევ იმ ცოდვებს აღარ უბრუნდება. თუ არ მოინანიებთ მათსავით დაიხოცებით, სხვა ადგილზე მათსავით დაიღუპებით. ანუ აქ იმ სიკვდილზე არ არის საუბარი, როგორც დასაწყისში თქვი, ჩვეულებრივ სიკვდილზე. არა, ეს ის სიკვდილი არის, რომელიც მარადიულ დაღუპას უკადის ადამიანს. პირველ რიგში ამიტომ გჭირდება მონანიება და ზურგი შეაქციო ყველაფერს, რაც შენს წარსულში არის. შემდეგ ნახეთ მეორე კიდევ. შემდეგ უფალიონია. ან რა გგონიათ, ის 18 კაცი, რომელსაც სილუამის კოშკი დაეცა და ამოწყვიტა, უფრო დამნაშავენი იყვნენ, ვიდრე ყველა ის ადამიანი, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობენ? სილუამის კოშკი ჩამოარდა და 18 ადამიანი მოიყოლა და ყველა დაიხუცა. და როგორ ფიქრობთო, როგორც ხალხი ლაპარაკობსო, ყველანი ცოდვილები იყვლენო და ღმერთისგან მოუხტათო ეს, თქვენ გონიათ იერუსალიმში ვინ ცხოვრობენ, ისინი უცოდოლები იყვნენ? არა, გეუბნებით თქვენ, თუ არ მოინანიებთ ყველანი მათსავით დაიღუპებით. წარმოიდგინეთ, იესო ქრისტე აფრთხილებს ყველა ადამიანს და ეუბნება. მონანიება, ეს არის პირველი ნაბიჯი. მონანიება არის, რაც უხსნის ადამიანს სიცისკარს. მონანიება არის, რაც ადამიანს აძლევს ზეციდან შობას და ამაზე იცით, რომ მაქვს ჩაწერილი ვიდეოები და შეგიძლიათ გადახვიდეთ მე და ნახოთ, მოусმინოთ ზეციდან შობა, როგორი მნიშვნელოვანია სიტყვა მოსმენისაგან, ღმერთის სიტყვისა, რომელსაც ვქადაგებთ, რომელსაც ახლა გეუბნებით, მოსმენილი სიტყვა ადამიანს აძლევს გადარჩენას, აძლევს ხსნას, ზეციდან შობას, ახალ დაბადებას და ეს ადამიანი სხვა ხდება. ოღონდ ამას გაყვეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, დაიწყოს ადამიანმა და გააგრძელოს, დაიწყოს და გაყვეს ძვირფასებო, ძალიან მალე გარბის დედამიწაზე ცხოვრების წლები. ძალიან მალე იწურება, ძალიან მალე გარბის წლები. გამეთანხმები და თითოეულმა თქვენთან განვაიცით. ამიტომ ძალიან ხშირად ადამიანები ვეღარ ასწრებენ მონანიებას, ვეღარ ასწრებენ უფალში გაზრდას, მარტო მონანიება ხო არ არის. ეს ყველაფერი, რაც უფალმა მოიტანა, შენ ხო გჭირდება, შენი ბუნების შეცვლა, შენი შინაგანის შეცვლა, შენი კურთხევა, შენი ნაყოფები, შენი საზღაური, რომელიც ზეცაში უნდა მოგეცეს. ეს ხო მარტო მონანიება, ვიღაც ფიქრობს სიკვდილის წინ 1-5 წუთი დამრჩება და მოვინანიებ, სიკვდილის წინ 1 წუთი დამრჩება სიცოცხლე და 1 წუთში მოვინანიებ და ავაზაკივით, როგორც მოინანია წავალ ზეცაში. ეს არის ეშმაკის ტყუილი, ან დაგრჩება 1 წუთი, ან არ დაგრჩება. ღმერთმა იცის ვის რა ცხოვრებით და
ბოლოთი მოუწევს დასრულება. ამიტომ ეხლა სანამ არის შანსი და სანამ არის დრო, შენ უნდა მიუძღნა უფალს შენი თავი და სთხოვ მას პატიება, სთხოვ მას ცვლილება, მას უნდა სთხოვ დღეს შერიგება. როგორც წეღანო ამბობდი, თითოეული სიტყვა ძვირფასებო, ყველაფერი რასაც ღმერთის სიტყვა ამბობს, უნდა იყოს დაცული, რომ რეაგირება მოახდინოს ღმერთმა შემდეგ შენ ცხოვრებაში. აუცილებლად ეს უნდა იყოს მიღებული და როგორი ძვირფასი არის უფალი, როცა იწყებს შენს ნელ-ნელა წამოწევას, ნელ-ნელა კურთხევას, ნელ-ნელა სწავლებას, ნელ-ნელა გაწმედას, ნელ-ნელა სიმაღლეებზე აყვანას და თუ შენ მიყვები უფალს და არ მოსუსტები, იმიტომ რომ სახარებაც ასე ამბობს, თუ არ მოვდუნდებითო, თუ არ გავზარმაცდებითო, თუ არ შევწყვეტო, თუ არ მივატყუებთო, მივიღებთ ყოველივე იმ აღთქმულს, რაც უფალმა აღგვითქვა თითოეული ჩვენთაგანს. ამიტომ ჩემი პირველი თხოვნა იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის. მოდი ღმერთს თხოვოთ პატიება და დავინახოთ ის, რა სიტუაციაში ჩვენ ვართ და რაც შესაძლებელი არის ჩვენ ცხოვრებაში. თხოვოთ ღმერთს, რომ შეცვალოს ჩვენი თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება. როცა ჩვენთან მოდის ხოლმე საჭიროებები, კითხვები, ეხლაც არის მოსული რა თქმა უნდა, საჭიროება ჩვენ ვილოცებთ ყველა საჭიროებაზე, თქვენ რა საჭიროებებიც გაქვთ ახლა. რა თქმა უნდა, ამ საჭიროებებზე ვილოცებთ ყველა საჭიროებაზე, პირველ რიგში მონანიებაზე, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა ყველა საჭიროებაზე. საჭიროებები როცა მოდის ძვირფასებო, ძალიან ხშირად არის შემთხვევები, რომ ადამიანებს აი ეს დეპრესიული, საშინელი, უიმედო მდგომარეობა, სასოწარკვეთილი მდგომარეობა, პარალიზებული მდგომარეობა, შინაგანი მოწყენილობა, შინაგანი დადარდიანება, შინაგანი ნერვიულობა, ტანჯავთ, სახეზე ცდილობენ რომ არ შეეტყოთ, სოციალურ ქსელებში ცდილობენ არ შეეტყოთ, გაღიმებულ სურათს გადაიღებს, სადღაცა ისეთ ადგილზე წავა, სადღაცა ისეთ ადგილზე მოგაჩვენ, კარგად, მაგრამ შინაგანად ადამიანები დანგრეულები არიან. მარტოსულები არიან, განადგურებულები არიან. ძალიან ცუდი, როცა ადამიანი თავის თავთან მარტო რჩება, არც კი უნდა დარჩენა, არც კი უნდა ეს ფიქრები, აზრები, უძილობა, იქ ნერვიულობა, თუ ვინმე საავადმყოფობა აქვს, ესემატება, თუ ვინმეს გულის ტკივილი აქვს, ან ოჯახის წევრი დაკარგა, ან რაღაცა ისეთი წინააღმდეგობა არის, ეს ხო ათმაგებს და ასმაგებს ყველა აი ამ ზეწოლას, ამიტომ თითოეულ ჩვენთაგანს ვჭირდება გამარჯვებაში ცხოვრება და ეს ყველაფერი იწყება მონანიებით. ნიშნულობა არა, შენ შეიძლება მოწმუნე ხარ, შენ შეიძლება ვისმენ, სხვებსაც უსმენ, შეიძლება დადიხარ კიდეც, მაგრამ ხედავ რომ რაღაცა შესაძლებელია შენ ცხოვრებაში. რაღაც რაც ხელში უნდა გეჭიროს, ეს აღთქმული არ გეჭირავს ხელში და გინდა რომ ცვლილება მოვიდეს. საუკეთესო ვარიანტია შეხედო არა მხოლოდ ღმერთს, არამედ შენს თავსაც დაინახო შენი პრობლემა, თუნდაც შენი სიჯიუტე დაინახო, შენი ზერელი დამოკიდებულება, სიზარმაცე, შენი დაუდევრობა, თუნდაც არაერთგულება, თუნდაც შენი სიამუნება, ნება, გულის თქმა, ყველა საცდური, ყველა მავნეჩვა დაინახო და თქვა, დავიღალე, აღარ მინდა, ხალხი ვიცი წუხდება, მაგრამ ძალა არა აქვს ხოლმე ამ ყველაფრის შეცვლის, ძვირფასებო. ძალა, ზუსტად ძალა, თქვა იესო, თქვენ მიიღებთ ძალას. რატო თქვა იესომ ძალა? იესო მიცოდა რომ ჩვენ ძალა არ გქონდა ცვლილების, ამიტომ სული წმინდაში არის ძალა მის სულში და დღეს შენ აი ამ განახლებას, აი ამ სულს მიიღებ და მოვა ცვლილება და მოვა კურთხევა. დაიწყება ცვლილება, იმიტომ რომ ზედმიწევნით შეასრულებ ღმერთის სიტყვას, მოძებნი ეკლესიას. მიხვალ ეკლესიაში თუნდაც შეგიძლია გეპატიჟებით ყოველ კვირას მსახურებაზე მობრძანეთ, თქვენზე ისურნებენ ადამიანები, ყველანაირად გვერდში დაგიდგებიან, ბიბლიები თუ არა გაქვთ, ახალი აღთქმები თუ არა გაქვთ, მოგცემთ, თუ რამე შეგვეძლება, დარიგება იქნება, თანადგომა იქნება, დაგიდგებით გვერდში, ჩვენ მეტი რა უნდა გავაკეთოთ, გარდა იმისა, რომ ვავრცელებთ ღმერთის სიტყვას, მაგრამ ხედავთ, საქართველოში სულიერი მდგომარეობა როგორიც არის, ეს სულიერი ადამიანებისთვის ძალიან თვალნათელი არის. ეს არის ძალიან ზერელი დამოკიდებულება. ადამიანებს არ უნდათ ღმერთი, დადგება დღე, დადგება ერთი დღე, როცა ყველა ადამიანი წავდგებით სასამართლოს წინაშე, ღმერთის წინაშე.
მეგეუბნებით ღმერთი გაფრთხილებს რომ არ მოხდე მსჯავრდადებაში დღეს უნდა შეცვალო შენი ცხოვრება რომ არ მოხდე მარადიულ სატანჯველში ღმერთი აცხადებს დღეს სიტყვას და ვინც ამ სიტყვას ისმენს ყველას ეკადა ღმერთის სახარება რომ ღმერთს სურს ღმერთს სურს შენი ცხოვრების შეცვლა ღმერთს უყვარხარ და ღმერთი გეძახის გადადგე ნაბიჯები მისკენ და ეხლა ჩემთან ერთად გაიმეორე ეს მონანიების სიტყვები რომ ღმერთთან შენი შერიგება მოხდეს და გაყვე შემდეგ უფალს იესო ქრისტე უთხარი უფალს იესო ქრისტე მაპატიე ჩემი ცოდები გამწმინდე ყოველი არასწორისგან ყოველი ცოდვისაგან მაპატიე უფალო რაც ჩემს ცხოვრებაში ჩამიდენია და შეცვალე ჩემი მომავალი მადლობა შენი ძვირფასი სისხლისთვის შენი დაღურული სისხლისთვის მადლობა შენი ჯვარცმისთვის და ჩემი ხსნისთვის მიმიღე შენი შვილების რიცხვში და დამიცავი რომ აღარასოდეს აღარ დავეცე და აღარასოდეს აღარ შევწოდო დიდება უფალს როცა ამ სიტყვებს ვამბობ ძვირფასებო და რწმენი თუ ამბობთ სეცა ისმენს იმით ვამბობს უფალი დასაწყისში რომ თქვი ერთი მონანიებული სულის გამო ზეცა ხარობს ერთი მონანიებული ადამიანი ახარებს ეცას რატომ იმიტომ რომ მარადისობაში შეემატა ერთი სული ზეცას და მარადისობას იცით როცა უფალმა თქვა ნუ გეშინიათ მცირე სამწყსო ვინაიდან თქვენმა მამამ ინება თქვენთვის სასუფეველის მოცემა ეს იცით რას ნიშნავს მამამ ინება ჩვენთან ერთად მარადისობის გატარება მამამ ინება ისურვა ჩვენთან ერთად მარადისობა გაეტარებინა ჰალელუია ნუ იტყვი ამაზე უარს უთხარი ღმერთო მოყვები მინდა რომ გამოყვე და მინდა რომ დავრჩე შენ სიყვარულში იესო ქრისტეს სახელით ამენ ჰალელუია ძვირფასებო ეხლა უნდა ვილოცოთ რა თქმა უნდა საჭიროებებზე მაგრამ ჩვენ ვილოცებთ ასევე შენს სასწაულზე შენს განკურნებაზე შენს განთავისუფლებაზე შენი ოჯახის კურთხევაზე ყველა წყევლა რო იყოს შენზე დამსხვრეული ყველანაირი წყევლა ყველანაირი ჯადოქრობა ყველანაირი წინააღმდეგობა რაც კი აი ამ ბოროტ წუთისოფელში და სატანის ხელმწიფებაში როგორც წეგან ვკითხულობდით არის გადაცემული იესო ქრისტეს სახელით იყოს დახსნილი თითოეული ჩვენთაგანი ჩვენი ოჯახის წევრები შვილები შვილიშვილები ნათესავები ახლობლები ირგვლივ თანამშრომლები მეგობრები ყველა ვინც კი ჩვენს ირგვლივ არის ვისთანაც რამე ურთიერთობა გვაქვს ადამიანები რომლებიც ინტერნეტით ისმენენ სიტყვას გამომწერები არიან გამზიარებლები არიან სხვადასხვა ადგილებზე აკომენტარებენ წერენ სასიამოვნო განწყობა აქვთ ღმერთის სიტყვის მიმართ ჩვენს მიმართ ვაკურთხებთ ყველა ამ ადამიანს რომ იყოს დაცვა იესო ქრისტეს სახელით ჩვენ ვიცით სულიერ სამყაროში როცა ვლოცულობთ ირღვევა ყველა სიმაგრე რომელიც ეშმაკმა შექმნა ჩვენს წინააღმდეგ და მისი ერის წინააღმდეგ ამიტომ მოდი ძვირფასებო ერთად ვილოცოთ და ერთად დავანთოთ ღმერთის სულის ცეცხლი ჰალელუია Jesus Christ Hallelujah, thank you Lord, Jesus Christ. Ora framara da shidara karagas. Hallelujah, ვინც საჭიროებები გამოგზავნა, ვისაც გულში ყოდა საჭიროებები, იესოს საკუთრით ვაკურთხებთ უფალო ღმერთო. ვაკურთხებთ იმ ადამიანებს, რომელსაც აქვს წინააღმდეგობები, სადაც არიან, როგორც არიან უფალო ღმერთო. საზღვარგარეთ იქნებიან საქართველოში, ვიზეთ შუამდგომლობა გამოიგზავნა, იესო ქრისტეს სახელით. უკრძალავთ ეშმაკზე სულიერმა, იცის ვისაც ეხება ეს ლოცვა, იესოს სახელით. ყველა შენი საჭიროება Jesus Christ. შდერეკრეკას არის უფალი იესო ქრისტეს ფეხით. Jesus Christ. Hallelujah. აი ამ წუთას შენი სათხოვარი, ლაკრაბარაგას. ყველაზე საუკეთესო სათხოვარი არის უცა შეცვლილება გინდა, იმიტომ რომ შეცვლილი ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება. ეს არის საუკეთესო პირველი სათხოვარი. ამიტომ მოდი მოვიდეს სრული ნების აღსრულება შენ ცხოვრებაში, ღმერთის ნების სრული აღსრულება და შემდეგ ყველა შენი საჭიროება დაალაგდეს უფალი იესო ქრისტეში. ჰალელუია, მოდი გამოიშვირეთ ხელები ეკრანისკენ და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია, ვინც ჩაერთვება იესო ქრისტეს სახელით, ვაკურთხოთ შენ საჭიროებას, name of Jesus Christ, იესო ქრისტეს სახელით ვაკურთხეთ. ლაკრა ბარადაშინა. ჰალელუია, ღმერთის სულის ძალა არის აქ. ძვირფასებო, გრძნობთ
რა თანდასწრება არის ღმერთის სულის ძალის. ეს არის ძალა, რომელშიც არის ღმერთის სულის კურთხევა, რომელშიც არის აბსოლუტურად ყველანაირი ნიჭი, ყველანაირი დაცვა, ყველანაირი კურთხევა იესო ქრისტეს სახელით. აი ეს თანდასწრება ანთავისუფლებს ძალას. იესოს სახელით ვაკურთხებთ უფალო. შენს ერს ვაკურთხებთ, შენ აკურთხე შენიერი. განწმინდე შენიერი, განკურნე შენიერი, განთავისუფლე შენიერი. შენი სულით დაიცავი უფალო იესო ქრისტეს სახელით. ლოცულობ ჩვენს ქვეყანაზე უფალო. ჩვენ საქართველოზე, ყველა ეთნოზე, ყველა მაცხოვრებელზე, ყველა ჭერზე უფალო, ყველა მაცხოვრებელი ვინც არის შემოსვლელი, დამსვლელი, შენი სულით აკურთხე უფალო. დაცვა, კურთხევა, მშვიდობა, all Jesus Christ, all ფრამადა შედარგად, შენი სულით მართლობა უფალო ღმერთო, პატიოსნება უფალო, კეთილსინდისიერება, სამართლიანობა, გულწრფელი სიყვარული იყოს ჩვენ შორის უფალო ღმერთო. ჩვენ საქართველოში გვახილვინე შენი დიდება უფალო, შენსკენ აპყრობილი მრავალი ადამიანის ხელი, რომელიც უხმობს შენს დიდებას და შენს თანდასწრებაში ტკბება იესო ქრისტეს სახელით. არსებობს გამოსავალი და დღევანდელ დღეს შეიძლება ადამიანებს და ჩვენს ერს არ აქვს გამოსავალი, უიმედობა არის, სასოწარკვეთილი მდგომარეობა არის. არიციან ადამიანება შეიძლება ვის მიმართონ, ან თუნდაც სად არის ღმერთი, არ არის ღმერთი დღესასწაულების მხოლოდ და მხოლოდ არამედ ღმერთი არის ყოველ დღე შენი მამა, რომელიც შენი დამცველია და შენზე ზრუნავს. ასე ამბობს ღმერთის სიტყვა, მომიახლოვდით რომ მოგიახლოვდეთ თქვენ, გადმოდგეთ ნაბიჯები თქვენ ჩემსკენ და მეც გადმოდგავ თქვენსკენ ნაბიჯებს. ყველაფერი აღასრულა მამამ იესო ქრისტეში და ასე წერია თელს დედამიწას ღმერთმა მიუტევა ცოდვები იესო ქრისტეში. მაგრამ ადამიანები დღეს ჭუჭუხეთში მიდიან და იღუპებიან. თუ ღმერთმა ყველას მიუტევა, რატომ იღუპებიან დღეს ადამიანები? იმიტომ რომ არ ღებულობენ აი ამ მადლს, არ ღებულობენ აი ამ სიყვარულს, არ ღებულობენ ღმერთის ამ ძვირფას მსხვერპლს, რომ თავისი თავით მსხვერპლად მიუძღვნან სიწმინდეში, სიყვარულში უფალს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ლოცვა, შუამდგომლობა, სიტყვის დათესვა, მარხვები ყველანაირად, სულიერი ბრძოლა, რომ ცოტა ადამიანი იქნება თუ ბევრი, ვისაც უფალი მოგცემს. მიუცეთ ხსნა უფალი იესო ქრისტეს სახელით. მიუტანოთ ღმერთის სიტყვა და უფლის სიყვარული, რომ ადამიანმა ირწმუნოს და გადარჩეს იესოს სახელით. სრული თავისუფლება შესხორება შენ გაქვს ძალა, შენ ხარ ღმერთის კურთხეული, შენ გაქვს ძალა, ღმერთმა დადო შენზე ძალა იესო ქრისტეს სახელით. გამარჯვებული ადამიანი, რომელიც არის თავშეფარებული, მას შეუძლია სხვას დაეხმაროს, სხვას დაუდგეს გვერდში, სხვას შეაფაროს. ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა უფრო მეტი გაგვიცხადა, ჩვენ უნდა ვიყოთ თავშესაფარში. მყარი კოშკი არისო და ძლიერი კოშკი არის უფლის სახელი, მასში შერბის მართალი და დაცულია. ამიტომ თითოეული ჩვენთაგანი აი ამ კოშკში უნდა ვეპატიჟებოდეთ ადამიანებს, სადაც დაცულები იქნებიან უფალი იესო ქრისტეში. ამიტომ აი ამ წუთას ვილოცებთ ახლა შენს განკურნებაზე, შენს განთავისუფლებაზე, ყოველგვარი მავნეჩვევისგან. ძვირფასებო, იცი თქვენ, საშინელება არის, როგორც ნარკოტიკები, ისე სასმელი, ყველანაირი დამონება, სასმლის იქნება, ნარკოტიკის იქნება, თამბაქოსი იქნება, აზარტის იქნება, მრუშობის იქნება, ყვირილის, ჩხუბის, უთანხმოების, ყველაფერი არის ეშმაკის მახე და ყველაფერი არის, როგორც ეხლა თქვით, იმ სატანის ხელმწიფების ქვეშ, რითაც მან ადამიანები დაამონა. ამიტომ ღმერთის სინათლე და სიტყვა ამბობს. ადამიანურად ამბობს პავლე მოციქული. განა რასაც გიქადაგებთ, ყველაფერი ადამიანური არ არის. ღმერთის სიტყვა ამბობს, ჩვენ გვჭირდება ყველაფრისაგან განთავისუფლება. ამიტომ მოდი ვილოცოთ ჯერ განკურნებაზე და შემდეგ ყველა მავნეჩვევისგან განთავისუფლებაზე იესოს სახელით. მოდი ახლა რაც გტკივა ახლა შენი ხელი დაიდე მტკივან ადგილას და იგრძნობ ღმერთის სულის ძალას. თუ აი ეს ძალა
შენ შინაგანში ან იმ ადგილას, სადაც ხელი დაიდე რაღაცა შროება და შენზე გადმოდის ღმერთის სული. არიან ადამიანები, რომელსაც ღმერთის სული გადადის და გრძნობენ. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ გრძნობენ. მე ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც გრძნობენ. დაიდე ხელი და აი ამ ლოცვის დროს შენ უნდა მიიღო გამკურნება. გწამდეს და გჯეროდეს და თუ გწამს, ეს აუცილებლად ხდება. იესოს სახელით იცოდეთ, სიტყვა, რომელსაც ვანთავისუფლებთ, ეს სიტყვა მოდის მოქმედებაში. იესო ქრისტეს სახელით. ამიტომ აი ახლა, როგორც უფალმა თქვა, ჩემს ჭრილობებში თქვენ განიკურნეთ. მის ჭრილობებში შენ ხარ განკურნებული, სრულად თავისუფალი. იესო ქრისტეს სახელით უფალო. შენ ხარ მკურნალი. შენ ხარ მკურნალი. შენ განკურნი აი ამ წუთას. შენიერი, რომელიც ისმენდა შენს ძვირფას სიტყვას, ზეციდან მოსულ სიტყვას და რომლის გულშიც შენ მზადდა შენი სულისგან ნიადაგი, რომ მიიღოს სრული განკურნება. Jesus Christ. Holy Father, come there amais. Hallelujah. Iesо Christes სახელით, Jesus name. Oh Father, dear Koma, lerfande kereka. Oh Father, იესოს სახელით ყოველგვარ წყევლას უკრძალა მოქმედებას. იესოს სახელით ყოველგვარ ჯადოქრობას, ყოველგვარ შელოცვას, ყოველგვარ მწარებ, ბოროტ ენას, ყოველგვარ ბოროტ თვალს იესო ქრისტეს სახელით უკრძალავ შენზე და შენს ოჯახზე. იესო ნაზარეველის სახელით, რომელსაც ემორჩილება დედამიწაზე ყოველი, ვუკრძალავ შენს ოჯახზე, შენს ჯანმრთელობაზე, შენს ცხოვრებაზე, შენს შვილებზე, შენს შთამომავლობაზე, ყოველგვარ წყევლას და ყოველგვარ ჯადოქრობას. იესო ქრისტეს სახელით, Jesus name. Oh Father, კერმანდაში. Hallelujah. Hallelujah. ვეიდორეკა. Oh Father, Jesus იმნოვა რიბედეშა იესოს სახელით. Oh კაპარაკას. სრული განთავისუფლება იესოს სახელით. Hallelujah. Thank you Lord. ვარა და შიდალა გრაბარაგას. ვიც გძნობს რომ რაღაცისგან თავისუფლდება. იცოდე ეს არის ღმერთის ძალა და მას სურს რომ განთავისუფლდე. იესო ქრისტეს სახელით. გიკრძალავთ ეშმაკო. გიკრძალავთ იესო ნაზარეველის სახელით. Jesus Christ. დატოვე იესოს სახელით. Oh power. შედელე კაპაკა. Hallelujah. ძირფასებო, ახლა ვლოცულობთ. ყველა მავნე ჩვევაზე, ყველა ცოდვის საცდურზე, რაც აქამდე მოიტანა შენ ცხოვრებაში, ეშმაკმა და შენ გინდა განთავისუფლება. აი ახლა არის ამის დრო და შანსი. იესოს სულის ძალა. Wow. Hallelujah. იესოს სულის ძალა. Name of Jesus Christ. Sofa. დორა შევედე შიდა. იესოს სახელით. იესო ქრისტეს სახელით. სრული თავისუფლება. სრული თავისუფლება. იესოს სახელით. Oh Jesus Christ. Hallelujah. მადლობა შენ. მადლობა შენ უფალო. რომ ადამიანებში დღეს შენ ჩაღვარე იმედი. რომ არიან ადამიანები, ღმერთის სული ამბობს, ვინც მოისმინა სიტყვა. არიანაც ცეთი ადამიანები, რომლებიც დღეს სულის სიმშვიდეს განიცდიან. დღეს ადამიანები როგორც დაიძინებენ, როგორი სიმშვიდეც იქნებათ. დღეს ყველანაირი ზეწოლა იქნება მოხსნილი ადამიანთა ცხოვრებაში, იქნება დამსხრეული და დღეს იცოდეთ, ღმერთის სული ისევ გააგრძელებს თქვენთან საუბარს, რომ იმედი მოგწეს, სიცოცხლე მოგწეს, სული წმინდა ძირფასებო, ჩვენ გველაპარაკება, გვესაუბრება, თუ წეღან ვამბობდი არაწმინდა სულები ფიქრებით ადამიანებს აზრებს აწვდიან, მით უმეტეს ღმერთის სული ადამიანებს ელაპარაკება. შენ შინაგანში აღმოაჩენ, რომ ღმერთი სხვანაირად უკვე გაგებინებს და გეუნება. შვილი შენ ახლა ეს ახალ შეკბერის შენ მონანიებით უკვე ჩემი შვილი ხარ. შენ უკვე მიღებული გაქვს პატიება. შენ უკვე გააცხადე, იმედი გაქვს უკვე ღმერთის შეცვლის შენ ცხოვრებას და მაცადე, რომ შევცვალო შენი ცხოვრება. ნუღა გაეკარები, ცოდვას. ასე იყო როცა უფალი კურნავდა ადამიანებს ეუნებოდა. წადით და აღარ შესწოდოთ, რომ რაიმე უარესი არ დაგიმართოთ. შემდეგ პატიებდა და ჩვენ მოვიყვანეთ ცეღან მაგალითი. მრუში დედაგაცის უფალმა იესომ უთხრა, არავინ დაგდომს ჯავრი, როცა ყველა მქვები დაყარეს
და სინდის მხილებულებმა ვერ გაბედეს რომ მისთვის ქვაესროლად. იმიტომ რომ იესოს სიტყვები თუ ვინმე თქვენ შორის უცოდელია პირველი მან ესროლს ქვა, იმდენად მხილებული იყო რომ ადამიანებმა ვერ გაბედეს და დაიშალნენ. იესო როცა აიხედავს ზევით, მარტო ქალს ხედავს და ეუბნება არავინ დაგდუმშაური, არავინ უფალო, არც მეგდებ ჯავს, წადი და ამიერიდან აღარ შესწოდო. ამას გეუბნება უფალი, წადი, ნაკურთხი, განთავისუფლებული, მსუბუქი, როგორც ჰაერი და აღარ შესწოდო, დარჩი უფალში და ემსახურე უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ თითოეული თქვენთაგანი, მადლობა ძვირფასებო რომ ჩვენთან ერთად იყავით, ამდენი ადამიანი, ვხედავ რომ თითქმის არ იკლებდა ხალხთა რიცხვი და ღმერთის კურთხევას ვაცხადებთ თითოეული თქვენთაგანზე. შეგიძლიათ ძვირფასებო გააზიაროთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ როგორც გითხარით 30 დღეში წაიშლება, ვისთვისაც გინდა რომ კურთხევა იქნება, ან იცი რომ კურთხევა იქნება, ან ჭირდება, გაუზიარე ამ ადამიანებს, აკურთხე ეს ადამიანები და გააგრძელე უფალში ცხოვრება. ილოცეთ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის, ეკლესიისთვის, მსახურებისთვის, მოწოდებისთვის, რაშიც უფალი მიწოდებს, რომ აღვასრულო პირადად და ვემსახურო წმინდა სინდისით უფალს. ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ და იცით თქვენ ჩვენი სიყვარული და ერთობა არის გულწრფელი და ძალიან ბედნიერები ვართ, როცა ერთად ვართ. ახლაც ერთად ვიყავით, უბრალოდ არ მინდა რომ ძალიან ბევრი დრო წავიდეს. ამიტომ ღმერთმა დაგლოცოთ იესოს სულის ძალით. ამენ.